დილამშვიდობისა მეგობრებო, აი ამ ვიდეოზე ძალიან გაკვირვებული ვუყურებ 35 გაზიარება და მხოლოდ 723 ნახვა აქვს და 723 ნახვა გაუზიარებლათაც აქვს ხოლმე ჩემს ვიდეოებს რა. ხო და ამ დღეებში გუშინ რომ ავტვირთე გუშინდელი ვიდეო მასონებზე და მასონების მართლობაზე აღარ ვითვე ახლა ბევრ მაგათ ჩამონათვალს მაგათი წარმომადგენლობისა, იმიტომ რომ YouTube-მა დამბლოკა უკვე. ერთი კვირით ვეღარ ავტვირთავ ვიდეოებს YouTube-ზე, იმიტომ რომ არ მოეწონა ჩემი საუბარი. აი ამ ვიდეოს წინა ვიდეო რომ არის. ეს ვიდეო კიდე არ დამიბლოკა, მაგრამ ამის წინა ვიდეო დამიბლოკა, სადაც მე ვსაუბრობ როგორ გადაარჩენს იმ სიტყვას აღარ ვიტყვი ახლა რა წარმომადგენლებისაც ეგ არის. ეგენი არიან სათავე დამოვიწყდა. მოკლედ წინა ვიდეო, ამის წინა ვიდეო, რომელიც Facebook-მა ჯერ დამიბლოკა, მერე განმიბლოკა. ეს ვიდეო როგორც ჩანს ძალიან შეზღუდულია, იმიტომ რომ 35 გაზიარების შემდეგ უნდა კონდეს სულ ცოტა 2000 ნახვა. მაგრამ 723 ნახვა აქვს, იმიტომ რომ იბლოკება როგორც ჩანს გაზიარებით გიზიარდება, მაგრამ სხვის პინზე ეს არ ჩნდება, ანუ ვიდეოს არ აჩენს Facebook, იმიტომ რომ ბლოკავს. იმიტომ რომ ძალიან სიმართლეს ვსაუბრობ. და ამის წინა ვიდეო, რომელიც ჩავწერე და ძალიან მაგრად ვამხილე ეგენი, ხო? აი, ვინც ამ Facebook-ს მართავს და ვინც მსოფლიოს მართავს, ხო? აღარ ვახსენებ მაგათ სახელს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეგრევე იჭერენ მაგ სიტყვას, მერე აკონტროლებენ რას ვლაპარაკობ მათზე და მერე მიბლოკავენ ვიდეოს, როგორც აი YouTube-ზე. ხო და საქმე მაგაშია, რომ მეგობრებო, არ ბლოკავენ ჩვეულებრივ ვიდეოებს, რომელიც სისულელეებს ლაპარაკობს. ბლოკავენ მხოლოდ იმ ვიდეოებს, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს. და როდესაც სიმართლეს საუბრობ, მეგობრებო, ხო, აი ესე იზღუდები. აი ესე 35 გაზიარება, მხოლოდ 723 ნახვა. 35 გაზიარებაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სულ ცოტა ამ ვიდეოს უნდა გქონდეს 2000 ნახვა. სულ ცოტა, დაჟე 3000-იც, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები 1500-ზე ადის ხოლმე გაუზიარებლად. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ რეალურია ის შანსი, რაც ამ ვიდეოში გავაჟღერე, დაუკვირდით. აქ არის რა გეგმა შემოგთავაზა ღმერთმა იმისათვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ. ამ ვიდეოში არის გაჟღერებული და ეს მე არ მომიგონია ეს რეალურად ამ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო გაგვემხილა ღმერთმა და ეს არის თამარ მეფის აკლდამა. თამარ მეფის აკლდამის გახსნაში მარტო ოქროებს კი არ ვიპოვით, ხალხო, იქ ვიპოვით უდიდეს სიბრძნეს, სადაც წერია თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი გადამრჩენელი. გესმის? ჩვენ არ ვიცით ჯერ იქ რა წერილებია. იქ უამრავი წერილია. ეხლა ზოგიერთ წარმოუდგენია თამარ მეფის აკლდამა ჩონჩხებს ვიპოვით. გავხსნით და თამარ მეფის აკლდამა უნდა გავთხაროთო. არ უნდა გავთხაროთ, ხალხო. თამარ მეფის აკლდამა არის უზარმაზარი ოთახი. სადაც შედიხარ და ამ ოთახში თამარ მეფის ოქროს ისდევს, რა ქვია, სასახლე და მასში თამარია ჩავანებული და დავანებული და მის გარშემო კიდე წერილებით არის სავსე. ანუ თქვენ ახლა ესე წარმოგიდგენიათ, რომ ამოვთხრით მიწას და ვიპოვით თითო ესე ხან კბილს და ხან თავის ქალას? ეგ არ არის, ეგ არის ჩვეულებრივი ადამიანები, სადაც იმარხებოდნენ, კი ბატონო, ეგრე ითხრება, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს შესასვლელი აკლდამაში, სადაც რომელ აკლდამაშიც უზარმაზარი ოთახია, მეთქი გეუბნებით, მის ნიადაგზე, რა ქვია, გარდაცვლილის ნიადაგზე დიდი ოთახია, რომელ ოთახშიც წერილები დევს და რომელ ოთახის შუა გულშიც თამარია დავანებული. ხალხო, თამარის ჩონჩხები კი არ არის, თამარი მთლიანად უხრწნელ მდგომარეობაში თაფლში არის დავანებული. და არა მხოლოდ თამარს ვიხილავთ ცოცხლად, როგორც გარდაიცვალა ისე, არამედ ჩვენ ვიხილავთ მის ნაწერებს, მის ნაშრომებს, რა იცოდა საქართველოზე, რა იცოდა საერთოდ მასონებზე, რა იცოდა ყველაფერზე, ხალხო. და სანამ ეს წერილები გაქრება, ხო? თქვენ დგახართ და ისო გაერთიანება, არა არაბიზაციას, არა იმას. ბიჭო, აქამდე რომ შეგძლებოდათ რამის გაკეთება, ხო გააკეთებდით, არა?
ხო ხედავთ რომ უნაროები დაგვტოვეს, უნაროები ვართ, უნარი წაგვართვეს, როდის წაგვართვეს უნარი? აი სწორედ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი, რომელმაც თავისუფლება მოგიპოვა, მოგიკლეს თვალწინ. და თქვენ ვერაფერიც ვერ გააკეთეთ, რა გაახერხეთ? კი ბატონო, მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც გამოვიდა, ვინც პროტესტი განაცხადა, მაგრამ ხომ ხედავთ რა მოხდა? ესროლეს ტყვია, ესროლეს, შემოიყვანეს ტანკი, ესროლეს ტყვია და დაშალეს ამხელა მასა ხალხის, რომელიც ერთად იდგა და ერთ მუშტად იდგა და არ მითხრათ ეხლა რომ დღეს უკეთესი ქართველები ვართ ვიდრე მაშინ. მაშინ რო ქართველი ქართველობდა, დღეს ისე ქართველი ვერ ქართველობს. ჯერ ავადმყოფობებით არის სავსე, მეორე კიდე ქართველობა თვითონ სიტყვა რა არის აღარ იცის. და შენ გინდა რომ დღეს მითხრა რომ შენი რაღაცა პატარა ძალებით ეს პატარა ისინი რო იკრიბებიან პარტიები, იქ ის გადაარჩენ საქართველოს, ის გამოვა ის რა ვიცი მე არ ვიცი მაგათი სახელები არც მაინტერესებს. ხალხო, მე ვხედავ აშკარად რომ გინდათ გადარჩენა, მაგრამ ვერ ხვდებით გზა, არ იცით როგორ გადაარჩინოთ. ვერ ერთიანდებით, ვერ დგებით, ვერ ყალიბდებით ისე რომ მართლა ერთად დადგეთ და მართლა საქართველოს აი როგორც ცოტნე დადიანმა გააკეთა, ერთად რო დადგეთ და თაფლი წაისვათ თქვენს დაძმებთან ერთად, რომლებიც დატყვევებულები არიან, მაგას ვერ ახერხებთ. და გზა ხსნისა რომელია? საქართველოს ოდითგანვე იყო პატარა და მცირე ძალის, მაგრამ აბა მითხარით როგორ გაუმკლავდა ამხელა ძალებს, რომლებმაც ბიზანტია დააქცია, რომლებმაც მთელი ევროპა და ის დაიპყრო, აზია და ევროპა დაიპყრო თითქმის. იმათ როგორ გაუმკლავდა საქართველოს და როგორ ვერ მოერია აი ამხელა ძალები, როგორ ვერ მოერივნენ საქართველოს. თქვენ რას ფიქრობთ, საქართველოს ქართველი მოსახლეობით? ეს ხომ წარმოუდგენელია ხალხო, ეს არის ღვთის ჩარევა, ყოველთვის ღვთის ჩარევა ხდებოდა იმ პერიოდში, როცა ჭირიანობა და ესეთი ჟამი იყო, რომ საქართველოს თითქმის უკვე აღარ არის. და აი იქ გადაარჩენდა ხოლმე მოაგზავნა მაშინ მე-10 საუკუნეში დავით აღმაშენებელი, ის გააძლიერა, შემდეგ ეხლა უკვე ზუსტად ის ჟამია, როცა დავით აღმაშენებლის დროს საქართველო ქრება და მხოლოდ 1500 კაცი არის საქართველოში დარჩენილი, მეომარი და 1500 კაცით შენ გინდა რომ გადაარჩინო სრულიად აი ამ სოფლიო მართველი, აღარ ვახსენებ მაგის სახელს, იმიტომ რომ ბლოკავს ვიდეოს. ვერ გადაარჩენ ესე ხალხო. ღმერთმა რა გეგმად შემოგთავაზა, იმას უყურე. ღმერთმა რა გეგმა შემოგთავაზა, რა გამოგიჩინა, ხო გითხარით ამ ვიდეოშიც გეუბნები და კიდევ გეტყვით 1000-ჯერ. სასწაულებრივად გამოგიჩინათ ხალხო, იმ მეფის აკლდამა, რომლის ხსენება დღემდე სოფლიო მასშტაბით საკვირველებას წარმოადგენს. რომელია ეს მეფე, ქალი მეფე, რომელიც მე-12 საუკუნეში იყო, სოფლიო მასშტაბით ციურ ვარსკვლავად არის აღიარებული. ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელზეც ახალი ციური ვარსკვლავი აღმოჩნდა, თამარ მეფის სახელი დაარქვა. რებს ხალხო, სოფლიო მასშტაბით მეცნიერებს დღემდე აკვირვებს თამარი. და თქვენ მისი აკლდამა გაგიცხადათ ღმერთმა და ვითომც არაფერი? ეხლა ნუ განრისხებთ ღმერთს ისე, რომ საერთოდ გადარჩენის ხის სადაც აღარ ჩაგთვალოთ რა. მართლა გეუბნები, თქვენ თუ ღმერთს, თქვენ თუ ურწმუნოები ხართ, ღმერთს თქვენ რაში სჭირდებით? რისთვის გადაგირშინოთ ეს მიწა? რატომ არჩენდა ღმერთი საქართველოს თუ იცით? იმიტომ რომ რწმენა იყო, ერთი კაცი მაინც იყო მორწმუნე იმისთანა რომ ღმერთამდე აღწევდა მისი რწმენა. და დღეს, როდესაც ღმერთი გეუბნებათ ხალხო, აგერ გეგმა აქ არის, აგერ თამარ მეფეს დაეკითხეთ, იქნება რა გითხრათ იმ პერიოდშიც, მაშინაც რომ თამარ მეფეს არ უსმენდნენ და სანამ თამარ მეფემ თავისი მუშტი დაარტყა მაგიდაზე, ესე ალეგორიულად რა თქვა, სანამ თავისი სიტყვა თქვა, მანამდე თამარს არ უსმენდნენ. და დღესაც იგივე გამეორებთ? თამარ მეფის აკლდამა გაგიცხადათ მეთქი ღმერთმა და ის არ გინდათ თამარს დაეკითხოთ რა გეგმა აქვს? რატომ გაგიცხადათ ღმერთმა მე-12 საუკუნის დამალული აკლდამა დღეს 21 საუკუნეში? და რატომ არ გაგიცხადათ მე-18 საუკუნეში? ან უფრო გვიან, იმიტომ რომ ეხლა იყო საჭირო, იმიტომ რომ ის გეგმა, რომელიც თამარს მე-12 საუკუნეში აქვს, ის წაიკითხე, გოგო, კაცო, ბიჭო, მოხუცო,
ახალგაზრდა ყველას გეუბნებით, გესმის? და თუ შენ ამის გაკეთება არ გინდა, მაშინ შენ არ ხარ გადასარჩენიერი. არავინ არც ერთი ზეციური ძალა მხარში არ დაგიდგება. მე ამას გეუბნები სრული პასუხისმგებლობით. არც ერთი ზეციური ძალა არც ერთ ქართველს მხარში არ დაუდგება, თუ კი ის რაც ღმერთმა გაუცხადა და რასაც ღმერთი ეუბნება, რომ გადამრჩენი ძალა არის თქვენი წმინდა მეფე, ისევ და ისევ. და თუ შენ ამის არ გჯერა და შენი ძალების და მუსკულების უფრო გჯერა, შენი იმ ტყვიების, რომელიც არ გაქვს, უფრო გჯერა და შენი სიტყვის, რომელიც არ გაქვს და გადაგიკეთეს და ყველანაირად დაგისახიჭრეს, დაგისუსტეს ისე რომ საერთოდ სიტყვა ძალა აღარ გქონდეს და ღმერთამდე ვეღარ აღწევდეს, მაშინ კი ბატონო იყვირე და ჩაგქოლავენ და გაგაქრობენ იქვე. მე ამას გეუბნები სრული პასუხისმგებლობით ქართველო ერო. შენ ღმერთმა გაგიცხადა ის რაც 8 საუკუნე დაფარულში იყო და შენ ამას თვალი ააქციე და ღირსადაც არ ჩათვალე თამარი რომ ამ გაჭირვების ჟამს იქნებ თამარს რა გეგმა ქონდა რომ ამ ხელა იწვალა და ქალმა მოაღწია აქამდე დედამიწამდე კვლავ და გაგიცხადა ის გეგმა შენ უმადური ხარ და აი ამ უმადურობისთვის დაისჯები კი არა სრულიად გაქრები. ხო და იყავი ეგრე იჯექი სახში და იყვირე. ივანიშვილი გადაარჩენს საქართველოს და იყვირე ზვიადი გადაარჩენს საქართველოს. ზვიადის რო საქართველოს გადარჩენა შესძლებოდა, მაშინ ახლა ცოცხალი იქნებოდა. მე დიდ პატივს ვცემ მის საქმეებს, რაც გააკეთა, მაგრამ მასში გაჭედილი კაცობრიობა ვერაფერს ვერ გაახერხებს დედამიწაზე რა. იმიტომ რომ დღეს ვერ ხვდება რომ ზვიადი როცა იყო ძალა, მაშინ ვერაფერი ვერ გაახერხა და დღეს გინდა რომ ზვიადის სახელით გადარჩე? ან ნარიმანის სახელით? ან კიდევ ვინმე პეტრე პავლის სახელით? ვერავინ ვერ გადაგარჩენს ვინც მოკოდა დღემდე. და ძვლებად იქცა. პირდაპირ გეუბნები რა. ყველას ვაერთიანებ, ზვიადისტებსაც, ქოცებსაც, ნაცებსაც, თქვენ გესაუბრებათ ღმერთი ამ გაცხადებით, რომ თქვენ გითხრათ ღმერთმა რაც გადაგარჩენთ, ეს არის 8 საუკუნის დაფარული აკლდამა, რომელიც უნდა გაიხსნას და ვნახოთ შიგნით რა წერილებია. არა იმან უნდა გახსნას ვინც მიითვისებს ამ წერილებს, არამედ იმან ვინც საქართველოს გადაარჩენს და ვისაც საქართველოს გაერთიანება მართლა სურს და აბა მანახეთ ძალა ვის სურს საქართველოს გაერთიანება. პატარ-პატარა პუჭურა პარტიებს, 10 კაციან პარტიებს, რომელიც 6 კაცსაც ვერ კრიბავს ერთად? ისინი გადაარჩენენ? და თითოეული რომ ერთმანეთს ვერ ეკონტაქტება და ვერ ერთიანდება, იმიტომ რომ ყველას თავისი მეობა აქვს და ყველას თავისი წინამძღვრობა უნდა? ისინი გადაარჩენენ, ვისაც მხოლოდ ძალაუფლებისკენ აქვს მიდრეკილი ცნობიერება? ისინი გადაარჩენენ? მანახეთ მასი როგორ გადაარჩენენ და დავინახავ ამ ყველაფერს. დაგელოდებით. ზვიადისტებო, ნარიმანისტებო, ქოცებო, ნაცებო, ყველას გეკითხებით რა. თქვენ თუ რამის გადარჩენა შეგიძლიათ, აგერ უკვე მე-6 თვა გადის, რომ პარლამენტის წინ დგახართ და პუჭურა ხალხივით ჭიჭყინებთ მხოლოდ. მითხარით, აბა რა ძალა გაქვთ რა? ჭუჭყუნი და იქ გათბობის დადება, გამათბობელი იმეების დადება, რომ გათბეთ კარგად პარლამენტის წინ? და დროშები ქონდეთ გამოფენილი, რომ ევროპაში, შინ ევროპაში ეს გადაგარჩენთ თქვენ? ან შალვა თელაშვილის ერთკაციანი პარტია გადაგარჩენთ? ყველას გელაპარაკებით რა, ყველას მოგმართავთ. რაც გაგიცხადათ რეალური ძალა ღმერთმა, მას არ აქცევთ ყურადღებას და ღმერთი დააიგნორეთ. თქვენ ღმერთი დააიგნორეთ. თქვენ თქვენი დედა დააიგნორეთ, რომელმაც მე-12 საუკუნეში იმხელა იღვაწა, რომ დღესაც კი მასზე საუბრობენ, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მსოფლიო მასშტაბით. და ეს თქვენი დედა, რომელიც დააიგნორეთ, ხო? რომელიც თქვენი გადამრჩენელია და საუბარი აქვს თამარ დედოფალზე, იგივე თამარ მეფეზე, თქვენ რომელიც დააიგნორეთ
და გაიგნორებთ მამაზე ციერიც. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად იყავით.